ქართულ ოცნებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს პოსტი უკვე მეორედ ჩაიბარა. განახლდა პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ცვლილება შეეხო პარტიის სამდივნოს ნაწილსაც. ოცნების პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი გახდა. აჭარის პარტიულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს სულხან თამაზაშვილი სიახლეების შესახებ დღეს ქართული ოცნების ყრილობაზე გახდა ცნობილი. პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლების გარდა გაკეთდა კომენტარები მედიასთანაც. დეტალებით თამნა ციკლაური შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. თამნა, გისმენთ. ახალი თავმჯდომარე, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და განახლებული სამდივნო ცვლილებების სამდივნოში. ასეთი შედეგი დასრულდა დღეს რიგით მე-9 ყრილობა მმართველი პარტიის ქართული ოცნების და როგორც უკვე ითქვა, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ, ვინაიდან გვახსოვს, რომ ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში. რაც შეეხება უკვე იმ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ სწორედ ამ ყრილობის განმავლობაში, ლიდერებმა ისაუბრეს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს მაგალითად საქართველოსთან მიმართებაში და ისაუბრა იმ მთავარ მიზნებთან დაკავშირებითაც, რომელიც აქვს ახლა დასახული მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებობს მოკლევადიანი მიზნები, ამოცანები და არსებობს გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიანი მიზანი და ამოცანა უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მე-10 საიუბილეო გამარჯვებას, როგორც ამბობს ირაკლი კობახიძე, ხოლო რაც შეეხება უკვე გრძელვადიან მიზნებს და ამოცანებს, ეს ეხება ამაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არის ორი მთავარი ქართული ოცნება, ორი ეროვნული ინტერესის მქონე საკითხი, რომლის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს მმართველი გუნდი, ეს არის კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში და საქართველოს გამთლიანება. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის მიერ დასახულ მიზნებს ერთად მივახციოთ. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი მიზნებიც, ეს არის მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, ჩვენ ვიზეიმებთ აუცილებლად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას ამ არჩევნებში და მის მიღმა ჩვენი მთავარი მიზანი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებას. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი პარტიის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ყრილობის დასრულების შემდეგ, სადაც მიღებული იქნა საკადრო გადაწყვეტილებები მდივნებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გენერალური მდივანი მოგეხსენებათ არის ბატონი კახაკალაძე, აღმასრულებელი მდივანი არის ბატონი მამუკა მდინარაძე, ბატონი დიმიტრი სამხარაძე არის რეგიონული მდივანი და ისინი კვლავაც დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს, როგორც ამას ითვალისწინებს წესდება, შედგა განხილვა და მიღებული იქნა ახალ-ახლა იგივე გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მდივანს, როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი პარტიის პოლიტიკური მდივანი ყრილობის ჩატარებამდე. პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან იქნება ბატონი შალვა პაპუაშვილი და პარტიის აჭარის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. პარტიაში თანამდებობრივ ცვლილებებსა და მთავარ მიზნებზე საუბრის გარდა დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებთან დაკავშირებითაც, რომელიც არსებობს ბოლო წლების განმავლობაში და ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად მმართველი პარტიის წევრები დღესაც ასახელებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, deep states, რომელსაც უწოდებენ deep states და რომელიც როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში და მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტთან ბრძოლა მათ შორის, ხოლო როდესაც deep state-ზე საუბარი, deep state-ი ყველაზე ხშირად დღეს პარტიის ლიდერებმა ახსენეს იგივე იმ მეგობარი აქტთან დაკავშირებითაც, რომელიც როგორც ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გუშინ განიხილა, უყარა კენჭი, ახლა უკვე გადაიგზავნება სენატში და საბოლოოდ უკვე ხელი მოწერის საკითხი და აქტის ძალაში შესვლის გადაწყვეტილება არის დონალდ ტრამპის ხელში. მოაწერს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი აი ამ აქტს ხელს, შევა თუ არა ძალაში ეს აქტი. თავის მხრივ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში ამბობენ, რომ ამ დოკუმენტს მხოლოდ სახელი აქვს მეგობარი აქტის სახით, რეალურად მისი შინაარსი არის მტრული და რომ ახლა ეს არის ერთ-ერთი იქნება ერთგვარად ლაკმუსის ტესტი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, იგივე დონალდ ტრამპთან მიმართებაშიც შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი დაამარცხოს deep state-ი. ვლინდება კიდევ ერთხელ ორველისეული მიდგომა, რომ
მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ეს შემდეგ. ხო ამის გაგრძელება, როგორც შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქვს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ტრული დამოკიდებულებით არის გამშვალული. ეს არის რა თქმა უნდა ტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტ შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დიპ სტეიტმა ასე თქვა ძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ 2 დღის წინ. გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს დიპ სტეიტს, ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დაალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ დიპ სტეიტის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად, ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ, ეს არის ვიტყვი იმას, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა დიპ სტეიტმა ტრამპზე. მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს დიპ სტეიტს. ვნახოთ დანარჩენი, ჩვენ უნდა დავავლოდოთ მოვლენების განვითარება. კონკრეტულ აქტს, რაც შეეხება მეგობრობასთან, საერთოდ არანაირი კავშირი არ არის, ეს არ აქვს, ეს არის ტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ძირითადად შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ და გამარჯვებას უსურვებთ დიპ სტეიტთან ბრძოლაში, როდესაც საუბარია ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესებზე, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჭირდება ჩვენ სამშობლოს, სადაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. მუხარებით, სანქციებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. წაწაღებული ხავს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდე განმარტება ჭირდება, ხავსია ეს აქტი მტრული სინამდვილეში წაწაღებულები არიან ქართული ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რამდენი თვე არის წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ნამდვილად არ უსურვებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს ამას, რომ ის დაამარცხოს პირიქით თავისი შეპირების დაპირების საპირისპიროდ დიპ სტეიტმა, არაფორმულმა გავლენის მქონე ოლიგარქიულმა ჯგუფებმა. აი ამას ნამდვილად არ უსურვებ. მოლოდინი რომ გითხრათ, რომ ასეთი მაქვს თქო, ვერ გეტყვით ნამდვილად. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგით მეცხრე ყრილობა დასრულებულია, როგორც უკვე გითხარით, დღეიდან თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს ირაკლი კობახიძე, უკვე მეორედ და მე შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობდა ირაკლი კობახიძემდე ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის დატოვების თაობაზე. მადლობა თამუნე ციკლაური იყო პირდაპირ ეთერში.